დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, რომელსაც 4 მშობელი ესწრებოდა. მისი უწმინდესობის მხრიდან იყო გახსნილი ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ჩვენ საპატრიარქომ მოისმინა, ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს. და ყველა მიმართულებით შეგვიდნენ დახმარებას, ხარდაჭერას და პირველ რიგში ეს არის მედიკამენტების მიმართულება. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი გაკეთდება, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოხდება საპატრიარქოში და ამ სამუშაო შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს იქნება ეს შეიძლება ითქვას სამხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდგომ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. საპატრიარქო ჩვენ შეგვირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს. საკითხთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა. მას წინ უძღოდა მიხეილ სარჯულაძის შეხვედრები ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანთან, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სარჯულაძის თქმით, თემაზე მუშაობა პროფესიულ და კონსტრუქციულ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნოს. აუცილებელია სამედიცინო პროცესებზე მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება, თავმოყრა და მხოლოდ ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. მეცნიერული მტკიცებულებებისა, რომელზეც დაყრდნობითად ჩვენ შეგვეძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი. ის რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ აუცილებელია რეალურად პროცესი დაუბრუნდეს აუცილებლად სამუშაო ფორმატს და უბრალოდ არ არის აუცილებლობა იგივე აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვისა. ეს ვფიქრობ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. დღეს ერთადერთი მხარე ვისთვისაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს აი საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება, ერთადერთი მხარე ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი, მაგრამ ეს არაფრით არ ეხმარება დღეს მერწმუნედ არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შესახებ დღეს ბრიფინგი გაიმართა ლელო ძლიერ საქართველოში. ვატო სურგულაძის თქმით, ოცნება ტყუის როცა ამბობს, რომ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს. მან დღეს გამოაქვეყნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანება, რომლის თანახმად ერთ-ერთი პრეპარატი აღიარებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. აი ეს დოკუმენტია, რომელიც გამზადებულია 2024 წლის 19 ნოემბერს და მიუთითებს იმაზე, რომ მედიკამენტი ექსოდის 51 დარეგისტრირებულია და აღიარებულია საქართველოში. წელიწად ნახევრის წინ ეს მედიკამენტი უკვე დარეგისტრირებული იყო. მედიკამენტი, რომელიც ალბათ ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში. გასაგებია, მაგრამ რომელიც არის ძალიან ეფექტური მედიკამენტი. ყველაზე ძვირიანი და ეფექტური მედიკამენტი. და ჩვენ გვარწმუნებს ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტრო, თურმე ის აკვირდება მედიკამენტს. თქვენ აღიარებული გყავთ ეს მედიკამენტი. მედიკამენტის, რომელსაც უკვე გამოიყენებენ შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და სადაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მედიკამენტების შესყიდვას. ტყუილების დრო აღარ არის. საჭიროა ძალიან მყისიერი ქმედება. დღესვე 500-ზე მეტი ექიმის ხელმოწერით განცხადება შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და თანამედროვე მედიკამენტების მიწოდებას ითხოვენ. განცხადება სამინისტროში კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა ექიმმა ანი ქავთარაძემ შეიტანა. ჩვენ ექიმები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო. აღნიშნული დაავადება პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველია. მისი მართვა თანამედროვე მედიცინაში მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას და შესაბამის კურნალობაზე ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან სისტემური მხარდაჭერის გარეშე და იძულებულნი არიან სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების მოთხოვნით ქუჩაში იბრძოლონ, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ჰუმანურ და მორალურ პრობლემას.
პაციენტებს და მათ ოჯახებს ვუცხადებთ სოლიდარობას და მოვუწოდებთ სახელმწიფოს უზრუნველყოს პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ღირსეული და ეფექტური კომუნიკაცია, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა, დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე, რათა არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო სიცოცხლისთვის ბრძოლაში. საკითხთან დაკავშირებით უცვლელია ოცნების ხელისუფლების პოზიცია. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ მათთვის მედიკამენტებისთვის თანხის გაცემა პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, თუმცა არ სურთ, რომ ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას ხელი შეუწყონ. ეს არის ხალხის ფული. თუ ჩვენ დავწმუნდებით, რომ ამ თანხით, საკმაოდ დიდი თანხით, შესაძლებელია ხელსახების შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება სწორედ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახების შედეგი. აქ არ მინდა დაკონკრეტდე რა მიმართულებაზეა საუბარი. ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც უკვე თითქმის ერთი თვეა კობახიძის ადმინისტრაციასთან ღამეს ათებენ. მათი თქმით, სახელმწიფოსთვის უპირველესი ამოცანა ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განვლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და პაციენტების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს.